დილამშვიდობისა, დღეს 11 ნოემბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ დაბულაძე და გეგინემ სვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ, ვიდრე გაგაცნობთ ანონს, ტრადიციულად საეკლესიო კალენდარი ვნახოთ და შევიტყვეთ, რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 11 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 11 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს სერაპიონ ზარზმელს, ღირს მოწამე ანასტასია რომაელს, ღირს აბრაამს და მის ძმის სულს ნეტარ მარიამს, წმინდა მოწამეებს კლავდის, ასტერის, ნეონს და თეონილას, ღირს ანას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეცნობის შესახებ. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 15 ნოემბერს სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართება. საღამო ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით ეწყობა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის მსვლელობისას შემოგვიერთდებიან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე ნანა ვალიშვილი და ახალციხის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი ლოტბარი ზაზა თამარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს. და გადაცემის დასკვნით ნაწილში გარდატეხის ასაკის სირთულეებზე და გამოწვევებზე ვისაუბრებთ. თემაზე სასაუბროთ გადაცემის ბოლოს, როგორც გითხარით, შემოგვიერთდება ფსიქოლოგი მარინა კაჭარა. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ დაბრუნდებით კვლავ სტუდიაში მოძღვართან ერთად. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ გადაცემა შემოგვიერთდა სტუმარი, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი.
მოგესალმებით მამალ ლევან დაგლოცეთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ საუბრობთ საკუთარი თავის შეცნობის შესახებ. ის რაც ასე გვაინტერესებს ყველას და ასე უნდა ვცდილობდეთ ალბათ. დავიწყოთ იმით თუ რატომ არის საკუთარი თავის შეცნობა ქრისტიანული ცხოვრების გზაზე აუცილებელი და რასთან არის ეს დაკავშირებული? როდესაც ვამბობთ შეიცან თავი შენი, ხომ? აი რას გულისხმობთ თამაში? არა თუ ქრისტიანის ნებისმიერი ადამიანის აუცილებელი მოვალეობა საკუთარი თავის შეცნობა და დაფიქრება ამისი განსაზღვრა. თუ გიდავხედოთ დედამიწაზე რამდენი სახის ცოცხალი არსება არის, მაშინ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, თუნდაც რასაც თქვა ჩასახიან სკოლებში და ასწავლიან ევოლუციის თეორიით, რომ ის არის ერთადერთი განვითარებადი და განვითარებული არსება, უბრალოდ რითი განსხვავდება და რა არის მისი როლი და მისი ფუნქცია, თუნდაც აქედან შეხედოს და ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა და განსაკუთრებით მორწმუნემ ეს აუცილებლად უნდა განსაზღვროს. როდესაც ჩვენ თავს მორწმუნოს უწოდებთ, ან რა არის მორწმუნება, რისთვის არის, რას წარმოადგენს, რატომ მოვიდა ამ ცხოვრებაში, ეს აუცილებელი ფაქტორი არის. ნებისმიერი არსება, ნებისმიერი რომელიც ცოცხლობს აბსოლუტურად იგივე ჩვენნაირად არის. ის მოდის, იბადება სიცოცხლეში, თავის გატანას, დამკვიდრებას ცდილობს, თავის თავმავლობას ტოვებს, თავის რაღაცა კვალს, ერთგვარს ქმნის, რომელსაც ჩვენი ერთგვარს დრო რეცხავს და ის დროს შეერწყმება. აბსოლუტურად იგივე არის ადამიანის მდგომარეობა და ამიტომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რომ მოვიდა ამ ცხოვრებაში უბრალოდ მომხმარებელია იმ სამყაროსი და დემონსტრატორი რომ აი იმ მომენტში ის არსებობს და მერე გაქრა ისე უნდა შეეგუოს თუნდაც ის რომ შეიძლება ამა თუ იმ დამპყრობელივით მან თავისი რაღაცა სახელი ერთგვარად უგდაუყოს, მაგრამ მისი დანიშნულება ერთგვარად ისტორიის ფურცლებზე უგდაუყოს, მაგრამ მისი არსებითი მოსვლა რა არის? ყველა თუნდაც ამ ეპოპეით ხო არ ვიქნებით ანტიკური ეპოქით გამშვალული რომ დავტოვოთ სახელი და წავიდეთ. დანიშნულება რა არის ადამიანისა, ეს აუცილებელი პროცესი არის, ეს არის გზა, რომლითაც ადამიანი გამოარჩევს არა თუ სხვა არსებათაგან თავის პერსონას, თავის არსებას, არამედ გამოარჩევს თავის პიროვნებას სხვა ადამიანთაგან და ნებისმიერი ადამიანის ცდილობა ეს არის და ამ შემთხვევაში გამორჩევა არა დემონსტრაციას გულისხმობს, რასაც ამბობს, არამედ საკუთარი თავის შეცნობა, სამყაროს, რომელთაც ის ინდივიდუალურობა, რომელიც მას უბოძებია მისთვის ღმერთს, აი ეს თავის-თავში შეიცნოს. ეხლა ადამიანის მიერ საკუთარი დანიშნულების გაცნობიერება უკავშირდება საკუთარი თავის შეცნობას. რამდენიმე ასეული მილიარდი ადამიანი ალბათ არსებობდა. სამყაროს შექმნა ჩვენ დღემდე არ ვიცით. ხშირად ვთქვათ, როდესაც ისტორიკოსები ანგარიშობენ ადამიანების რაოდენობას და სხვადასხვა შემთხვევებში აღწერენ ხოლმე მაგალითად ამა თუ იმ ბრძოლის შედეგად ამდენი ადამიანი ცხოვრობდა, თქვათ ამა თუ იმ მონასტერში ამდენი ადამიანი მოსაგრებდა და შემდეგ ეს რიცხვები გაბერილი გონიათ. ხა კონკრეტულად რაოდენობაზე ვსაუბრობ და მიზეზი ხაზგასმელი რა არის? მაშინდელი ადამიანებისგან განსხვავებით, დღევანდელი ადამიანებისგან განსხვავებით, მაშინდელი ადამიანები ერთი შვილის და ორი შვილის პატრონები არ იყვნენ. სამწუხაროდ მოწყვლადობა მაშინ აქტიური იყო და მაგრამ კაცობრიობა ყოველთვის დიდი რაოდენობის იყო, უბრალოდ რაღაცა მასშტაბი მათი შემცირდებოდა ომიანობის, მოწყვლადობის, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ რაოდენობა დიდი იყო. არსებითი რა, ჩვენი თქმელი რა არის? ასეულობით მილიარდი ადამიანი არსებობდა. თითოეულ ადამიანისთვის ღმერთს უბოძებია გარკვეული უნათვისებები. ჩვენ გარკვეული უნათვისებებით ერთმანეთის რაღაცა მსგავსი ვართ. შეიძლება გარკვეულ სოციუმებად, ჯგუფებად, რაღაცა კლასტერებად დავყვათ, რომელიც თქვათ პროფესიული ნიშანთვისებებით, უნართვისებებით, გარკვეული მისწრაფებებით მსგავსნი არიან, მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალურობას წარმოაჩენენ. ეს ადამიანები გარკვეული ეპოქის თუ დროის მონაკვეთში
თავის როლის შემსრულებლები, გარკვეული მისიის შემსრულებლები არიან, როდესაც თავის უნარების გამღვიძებელნი არიან, არა კონკრეტული მაინც ერთი მისიისთვის მიდიან, არამედ ის გაღვიძება, ის მისია მათ შეასრულებინებს საზოგადოებისთვის სასარგებლოს და საკუთარი თავის სასარგებლოს შეექმნებინებს და ერთი ყველაზე მთავარი რაც არის, რაც არ უნდა ჩვენ კლასტერებად, სოციუმებად, მსგავს ჯგუფებად დავყოთ, თითეული ჩვენგანისთვის არის ამდენი ასეული მილიარდი ადამიანი რომ ვახსენეთ, ყველა ადამიანში გარკვეული ინდივიდუალურობა, თავისთავადობა ჩადებული, რომლითაც ის უნიკალურია სამყაროს შესაქმნიდან დღემდე და ღმერთმა თითოეულ მათგანში გარკვეული თავისი სიტყვა თქვა. აი ამ სიტყვის პოვნა, ამ უნარის თვისება, შეცნობა, საკუთარი თავის დანახვა, ეს ყველაზე მეტად არსებითია. რაც არ უნდა თითოეულ ჩვენგან ხატავდეთ, წერდეთ, მოქმედებდეთ, ანგარიშობდეთ, ქმნიდეთ რაღაცას, არსებობს გარკვეული ინდივიდუალური, რომელიც პიროვნებითად ის აწყვეტარსული მომავლისთვის განუმეორებელ კვალს შექმნის საჭიროებას წარმოქმნის, რომელიც ეს ძვირფასია მთელი სამყაროსთვის. ეს უნდა ჩადო და ეს, რა თქმა უნდა, კი ბატონო, საკუთარი თავის შეცნობაში და აი ამ პროცესში, აი რაზეც თქვენ საუბრობთ, აი რა გვეხმარება ამაში, რომ ჩვენი დანიშნულება, მისია გავაცნობიეროთ და ვიპოვოთ ის მარცვალი, რა რაზეც თქვენ საუბრობთ, რაც არის ჩვენში ჩადებული ღვთისგან. ანტიკურ ეპოქაში იყო ზუსტად ეს გამონათქვამი, საიდან მოვიდოთ, სად მივიდოთ. ფილოსოფიის ამოსავალი ის არის და ფილოსოფიას ქრისტიანობამ, ამ შემთხვევაში რელიგიამ პირდაპირ დაურკვათ გასცა პასუხი. საიდან მოვიდოთ, სად მივიდოთ. ვინ არის ჩვენი დასაბამი, რა არის ჩვენი დასაბამი, რა არის ჩვენი ამოსავალი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ქრისტიანებმა პირდაპირ განსაზღვრულად ვიცით, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ეს ხატება ნიშნავს ღვთის ბუნების თვისების მსგავსებას, გარკვეული იმის ასახვას, რომელიც ადამიანის სულს გააჩნია, სწორედ ამიტომ ღმერთთან მიმართებაში იწყება ჩვენი სულა, ჩვენი პროცესი, რომ შევიმეცნებთ ღმერთს, იმის ანასხლეთს დავინახავთ და ასე ვთქვათ, როგორც მიქელანჯელოზე არის ესეთი ხატობრივი გამონათქვამი, რომ მიქელანჯელო არა თუ უბრალოდ აქანდაკებდა, არამედ ქანდაკებას ზედნადები, ლოდის ზედნადების განათავისუფლებდა. ასევე ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც წუთის სოფლისეული გარკვეული ნებითი უნებლიეთ ზედნადებებისგან ვიფარებით, აი საღვთო ღმერთთან ურთიერთობა, არა ბრმა მეტრადიციულობა, არა ბრმა ადათები, არა ბრმა რიტუალეობა, არამედ უშუალოდ გაცნობიერება ღმერთთან ურთიერთობისა, ეს აძლევს ადამიანს გაინთავისუფლოს ზედმეტებისგან და უშუალოდ საკუთარი თავი დაინახოს ღმერთთან მისწრაფებაში. ამის ცალსახა რეცეპტი არის ღმერთთან ურთიერთობა. ოღონდ ისევ ხაზგასმის ვიტყვით. ზოგჯერ ადამიანებისთვის ღმერთთან მისწრაფება ურთიერთობას წარმოუდგენიათ, რომ დავალ ეს ილოცა, რაღაცა დოზით სიამოვნა ლოცვა, უთხრეს რომ იმარხულო და საკვებ რაციონის დიფერენცირებაზე გადავიდა მაშინვე, თქვათ უნდა მოხვიდე ევქარისტიულ კავშირში იყო და ტაძარში მოსწრება აქვს, მაგრამ რა არის იმისთვის ლოცვა, ანუ ღმერთთან კავშირი, ეს არა უქმია, რა არის განკრძალვა გარკვეულ მოქმედებათაგან, შინაგან ასპარესთაგან და არა ცალსახად საკვებისგან და რა არის იქ ღმერთთან ევქარისტიულ კავშირში მოსვლა, რომელიც მადლისავსება არის და მადლისავსება სულიერ და ფიზიკურ პროცესებს წარმართავს და თუნდაც ის, რასაც მაცხოვარი გავში ამბობს, რომ ვინც 5-10 აქცია მას უფრო მეტი მიემატება, აი სწორედ ეს ხდება აქ. ზრდა შინაგანი პროცესი, როდესაც თითოეულ მოქმედებას ღვთისგან მოწოდებულს ადამიანი იყენებს გააზრებულად და საკუთარ თავში ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს. აი აქ ამ დროს ხდება ერთ საინტერესო პროცესი. ის ზოგადად ადამიანურ არსებას შეისწავლის და მერე ამ ადამიანური პიროვნებით, ადამიანური არსებიდან საკუთარ პიროვნების შემეცნებამდე გადადის და იქ ღმერთი აჩვენებს საზოგადო და მის ინდივიდუალურ პიროვნულ თვისებებს. ეს ღმერთთან მისწრაფებით ურთიერთობაში ხდება. მამა ლევან, აი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც მივაღწევთ რაღაც კონკრეტულ ზრდასრულ ასაკს, ვიცით, ხოლმე თქმა და ალბათ თავის მოწონებაც ხომ საზოგადოების წინაშე, რომ აი მე ჩემ თავს შესანიშნავად ვიცნობ, გადასარევად ვიცი, ჩემზე უკეთ ვინ იცის
ჩემი თავი. აი რამდენად შეიძლება მიუხედავად იმისა, რა ასაკშიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენად შეუძლია საბოლოოდ ეს აღქმა რამდენად სწორია ადამიანის გონებაში, რომ მან საკუთარი თავი ამოიცნო, შეიცნო ბოლომდე და შეუძლია თქვას, გააკეთოს ის, რაც თავად მოესურვება, რომ იცის საბოლოო ჯამში როგორია თავიდან ბოლომდე მისი პიროვნება და მოდი ეს საკითხი ორ ნაწილად გავყოთ. მან ორი დეტალი არის აუცილებლად განსასაზღვრელი. ერთი, რამდენად შეიცნო საერთოდ და მეორე თუ შეიცნო თვითკმაყოფილებაში ჩავარ და განვითარება აღარ სურს. განვითარება მაშინვე ერთ ადგილას გაყინვას გულისხმობს, რომელიც უკუსვლა არის. მთელი სამყარო მატერიალური ავიღოთ თუნდაც ერთგვარ მოძრაობაშია, დინამიკაში, ერთგვარ ცვლილებაშია, გარდასახვაში არის და თუ ადამიანი თავის სულიერ პროცესის და სრულ გარდასახვას, მარა დაუსრულებელ გარდასახვას არ ეცდება, ის გაყინულ მდგომარეობაში. თუნდაც მოდი ქრისტიანისთვის გასაგებიერი ვთქვათ, იყავით სრული, ვითარცა ზეციერ მამა არის სრული. რას ნიშნავს ეს? ღმერთი შემეცნება უსასრულო პროცესი არის. ღმერთი რო განსაზღვროთ, ეს უსასრულო პროცესი არის და თავისთავად, ანუ რა, რომ ადამიანში ჩაუდია ღმერთს ის პოტენციალი, რომ უსასრულო მისწრაფებების მართალია ღმერთი დაუსრულებელია, მაგრამ ადამიანს შეუძლია უსასრულო მისწრაფებებით განვითარდეს. მითხარით თავი ჩვენი ფიზიკური შეზღუდულობით, ფიზიოლოგიური შეზღუდულობით, იმ მატერიალური ცნოდნით, თუნდაც ერთგვარი ფსიქოლოგიური ეხლანდელი გადასახედით, რამდენად ვიცით ჩვენი თავი და განგვისაზღვროს. მარტივი პასუხი, თვითონ ავად მეცნიერებამ მოსს, დღეს ჩვენ სამყაროს დედამიწას მხოლოდ 5%-ით ვიცნობთ. 5%-ით ვიცნობთ. თუ უბრალოდ რა ხდება დედამიწაზე და ალბათ რამდენადაც უფრო მეტად განვითარდება მეცნიერება და მოიწყო სახელი ერთ-ერთი მე-19 საუკუნის მიჯნაზე იყო ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც ამბობდა ჩვენ ავედით იმ ქსერზე, სადაც უკიდეგანო სამყარო დავინახეთ და უბრალოდ დანახვაც კი შეუძლებელია, რამდენად შესამეცნებელი გვაქვს და დღევანდელ ვითარებაში ზუსტად ეს არის, რაც უფრო მეტად შევიცნობთ სამყაროს, უფრო მეტი ასპარეზის წინაშე ვდგებით და როგორ შეიძლება ერთი კონკრეტული ფაზიდან, მდგომარეობიდან ადამიანმა განსაზღვროს, რომ ის საკუთარ თავს კარგად იცნობს. თუნდაც ასე ვთქვათ, კარგად განსაზღვრო თავის პიროვნება და შეიცნო. რა შეიცნო თავისი ქცევები, რა შეცვალა და საკუთარ თავს რა ნაყოფი მოუტანა. უბრალოდ აკმაყოფილებს ის მდგომარეობა და თავისი არსებობის დემონსტრატორი და მომხმარებელია. მხოლოდ ხასიათია თვისებები გულისხმობა. მოდით ასე ვთქვათ, პრაიდში ლომი თავისი ქცევით დემონსტრატორი არის, პრაიდის ხელმძღვანელი გახდა და ანგლის ხროვის წარმომადგენელი გახდა წინამძღოლი და შემდგომ ის მომხმარებელია. მასთან პირველ ნანადირები რომ აქვს პირველს თვითონ აკარებს პირს და შემდგომ ეკარებიან დანარჩენი ისინი. ანუ იმან პოზიციას დაიკავა გარკვეულ გარშემო მომხმარებელია დამთავრდა გაქრა რამდენი ასეთი პრაიდი არსებობდა და არსებობს რამდენიათი წინამძღოლი და არსრებითი რა. ჩვენ ისევ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ ცხოვრებაში დაუგვირდეთ თუ კი ჩვენ ცალსახად სამყარო და მომხმარებელი და ჩვენი თავის დემონსტრატორები ვართ ეს არაფრით არ განგვასხოვებს ხორისგან, ძროხისგან, ლომისგან, ნებისმიერი მიკრობისგან, მარჯანისგან, რომელიც სასწრაფოდ არსებობდა ჩვენგან დამოუკიდებლად და ვიცოდეთ კიდეც აი თუნდაც ადამიანურ დონეზე განვიხილოთ ცხოვრობენ ადამიანები ჩვენ გვერდით არათუ წარსულში რომლებსაც ჩვენს წარმოდგენა არ აქვს და ეს ბუნებრივია და გადავადრო, როდესაც ჩვენზე წარმოდგენა არ ეკნებათ, ამიტომ ადამიანი თვითკმაყოფილებას არასდროს არ უნდა დაეუფლოს. მან უნდა მოძებნოს, რა არის, ვინ არის, საკუთარ თავს სიხარული მოუტანოს და საკუთარი თავის წარმადობით ასახოს გარე სამყაროზე წარმატება მოუტანოს დანარჩენ თუნდაც ადამიანს, თუნდაც სამყაროს. და ამ შემთხვევაში არათუ უბრალოდ თვითკმაყოფილებით პოპულარობას მოპოვება ხდება, არამედ იბადება ის პროცესი, რომელსაც თუნდაც ადამიანში უხეშად ვთქვათ დოფამინის გამოყოფა მოყვება, ენდორფინის გამოყოფა მოყვება.
მამალევან, აი, ზოგჯერ არის რომ ადამიანი ძალიან ძიმე მდგომარეობაშია სულიერად, მაგრამ საერთოდ ვერ აცნობიერებს ამას და სულიერი თვალები დაბრმავებული აქვს, ხო? შეიძლება ასე ითქვას. თქვენ ბრძანეთ რომ ღვთისკენ მისწრაფება ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში, მაგრამ შესაძლებელია ადამიანს ეგონოს რომ ნამდვილად ღვთისკენ მიისწრაფის, სინამდვილეში არ იყოს ასე. ანუ სად ამოწმებს ადამიანი იმას, რომ ის ნამდვილად თქვა ღვთისკენ მიისწრაფის, რა მდგომარეობაში, ანუ მოძღვრის როლზე მინდა გკითხოთ და ასევე გარემოს როლზეც. რამდენად მნიშვნელოვანია რომ საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ადამიანებმა გაითვალისწინონ ისიც სხვები რას ფიქრობენ მასზე. ნუ, როდესაც თქვა სიყვარულით არის მიდგომა და არა ჩასაფრებული პოზიციიდან. მოდით ესეთი რამე ვთქვათ, პირდავიდანვე შევთანხმდეთ რომ ადამიანი რომელიც სახალხო მომხმარებელია პირუტყვის არის. შემდეგ რაც შეეხება ადამიანისთვის ღმერთს მოუძებია საღვთო სწავლება. საღვთო სწავლება წმინდა წერილი, რომელიც ერთგვარი ეტალონია, საპირწონეა ჩვენი მდგომარეობის. აი, შევხედოთ და ყველაზე მთავარი რაც არის ეს განცხადებული მოქმედება, ეს არის თავად ქრისტე. პირველი რაც შევნიშნოთ საღვთო სწავლებაზე, ეს არ არის რაღაცა დირექტივები, რომელიც ნორმატივი უნდა შევასრულოთ და ვაამოთ მას, არამედ ეს არის რჩევები, რომელთაც გზამკვლევად მივდივართ საკუთარი თავის შემეცნებისა, საკუთარი თავის სრულყოფისა, საკუთარი თავის კორექტირებისა და ეტალონად რომ როგორი უნდა იყოს ადამიანი, ამ თავისთან განხორციელებული ღმერთი არის ქრისტე. და ამ შემთხვევაში ეს არჩევანი ზოგჯერ ჩვენთვის რთულია ხოლმე. მას შევიტყვით რომ ქრისტე ღმერთი განკაცებული იყო. აი სწორედ მაგ მთავრდება არსებითი მნიშვნელოვანი რა, რაც ღმერთმა მოიმოქმედა, ეს არის განკაცება. არა მოჩვენებითად, არა ის რომ ღვთაებრივმა ბუნებამ შტანდგა კაცობრიობა, არამედ ხელუხლებელი დატოვა. კაცობრიობი ბუნება ეს არის არსებითი მნიშვნელოვანი, რადგანაც ასპარეზი თუნდაც ის რომ წუთის სოფლის გამოწვევები, ხო, საზოგადოებრივი აზრი, შეხედულება, შეუძლებლობა, ზეწოლა, უამრავი გარემოებები, რომელთაც ადამიანს არჩევანის გაკეთება უჭირს და ის საზოგადოებრივი წრეხის გამო სანახევროდ ან საერთოდ ისე აკეთებს, აი ამ შემთხვევაში ეს გზა თავად ქრისტემ გაიარა და როდესაც სურს ადამიანს კორექტირება, შეხედოს ქრისტეს და მოისმინოს ქრისტესგან მისდამი ნათქვამი. ის ხომ არა უბრალოდ ისტორია, რომელიც თქვა 2100 წლის წინ მოხდა. ეს ხომ არ არის რაღაცა ბიოგრაფიული ისა. ეს არის მოქმედება, მეტყველება არა კონკრეტული ეპოქისადმი, პირველი საუკუნის ადამიანებისადმი, არამედ თითოეული ჩვენგანისადმი. არა თქვა რაღაცა ბრმად უნდა იკითხოს ადამიანმა, არამედ საკითხვისას დააფიქსიროს ქრისტეს წინაშე დგას, ეუბნება და ეს არჩევანი უნდა გააკეთოს. მსგავსი მაგალითი შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ, როდესაც მდიდარი ჭაბუკი ხდება. ან ცალკეული ადამიანები, რომლებიც ზუსტად წუთისოფლისეული გავლენებისა, ზეწოლისა, წნეხის ქვეშ არიან და მათ არჩევანი უჭირს. აი მდიდარი წავიდა მწუხარე. ვერ გააკეთა არჩევანი. იმიტომ რომ ის გარკვეული შეხედულებებით, წუთისოფლისეული შეხედულებებით იყო, არათუ უბრალოდ სიმდიდრე კომფორტის სიამოვნებდა. ეს პროცესიც იყო, მაგრამ მეორე პროცესიც იყო შეხედულება. ის ვერ დათმობდა, მას უგუნურად ჩათვლიდნენ. და სწორედ ამ შემთხვევაში აი ესეთი მსგავსი არჩევანი არა მარტო უბრალოდ მატერიალურისგან გამიჯვნაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ზოგადად შეხედულებათაგან გამიჯვნა და ქრისტეს მიერ შემოთავაზებულის არჩევანი, ეს არის მნიშვნელოვანი ასპარეზი და მე რამდენად იდენტური ვართ, რამდენად არა უბრალოდ ბრმა იუდაურად რაღაც ესეთი რომ ვთქვათ მოსეს წესებს ასრულებდნენ ბრმად და არითავისებდნენ როგორ გამოეყენებინათ ის. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ისინი ასახავდნენ ძველი აღთქმის ადამიანები, რომლებიც ასახავდნენ და საკუთარ თავში ისინი წინარე ქრისტიანები იყვნენ, ასე ვთქვათ, ესეთი ტერმინი გამოვიყენოთ და მათ თავში გაგებული ჰქონდათ, რას ეუბნებოდა ღმერთი მოსეს პირით. რას ეუბნებოდა წინასწარმეტყველთა პირით და ცხოვრობდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბრმამეშებათეები იყვნენ. ბრმადასრულებდნენ ყველაფერს, მაგრამ საკუთარ თავში შედეგი არ მიჰქონდათ. ზუსტად ეს კრიტერიუმი უნდა განსაზღვროთ ჩვენ, საღვთო ცნებები, რომლითაც საკუთარ თავში რაცვლებებს მივახციეთ და ზუსტად ეს ეტალონი, როდესაც მუდმივი სიფხიზლე ხდება, ეს არის ბიძგებელი. ზოგადი ადამიანური არსი შევიმეცნოთ და მე უშუალოდ პიროვნულ ინდივიდუალურზე გადავიდეთ
სადაც დავინახავთ ჩვენ შეარსებულ საზოგადოებას თუ კერძოს. დიახ. გარემოზე ვისაუბრეთ, ახსენეთ ასევე სხვადასხვა საუკუნე და სხვადასხვა საუკუნის ადამიანები. ზოგადად ამ საუკუნეებს სხვადასხვა პერიოდს რამდენად აქვს დიდი მნიშვნელობა და რამდენად რეაგირებს და მოქმედებს ადამიანების საკუთარ თავის შეცნობის გზაზე, გვეხმარება, ხელს გვიშლის, რომ საკუთარ თავი ამოვიცნოთ. დღევანდელი ცხოვრება როგორია და როგორი იყო წინა საუკუნეებში ცხოვრება ამ კუთხით, ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ მომავალ. იცით რა არის, ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები ქონდა, ამის გარკვეული მიზეზგარემოებები არსებობდა, შეხედულებები და ცოდნა, ინფორმატიულობა რამდენად იყო სამყაროს აღქმა, თუნდაც მატერიალური აღქმა როგორი იყო, ეს გამოწვევები იყო. ასევე თქვათ, შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი გადასახედით ტექნიკურად პროგრესირებულები ვართ, გარკვეული გამოცდილებაა დაგროვილი, მაგრამ არსებობს კიდე ერთი ნიუანსი, რომ ჩვენ მაგალითად სამწუხაროდ რეგრესირებულები ვართ რელიგიური შემეცნებისა, ღმერთთან ცდომისაგან და ის ადამიანები ღვთისმცდომისგან შორს არ იყვნენ. რაც შეეხება საინტერესო რამ არის, რომ ადამიანი ევოლუციონური არსება არ არის. ადამიანი მაშინაც რაც იყო, ისევ ის არის დღეს ფიზიოლოგიურ თვალსაზრისით და შესაბამისად თუ ჩვენ ძველი ეპოქის ადამიანს დღევანდელ დღეში გადმოვიყვანთ ის წარმატებით შეიძლება ჩვენზე გაცილებით წარჩინებით აითვისოს ყოველივე ეხლამდელი დაგროვილი და უნჯებული ცოდნა ჩვენზე უკეთესი აღმოჩნდეს ძალიან სწრაფად და პირიქითაც დღევანდელი ეპოქის ადამიანით გადავსვათ გაცილებით უფრო რეგრესირებადი აღმოჩნდეს ვიდრე მაშინდელი ადამიანი რომელიც ერთგვარად ჩამორჩენილი იყო თავისი აზროვნება ქცევით. ანუ ის რომ ჩვენ შევხედოთ რომ 21 საუკუნის ადამიანი ვარ ეს ყველაზე ცუდი ტერმინი არის. 21 საუკუნეს ერთგვარი გამოცდილება ცოდნა და დაგროვებული ოღონდ თუ იყენებ და თუ მიდიხარ და მოდი ესე ვთქვათ ჩვენ ღმერთთან ცდომა აქტიური ისეთი სიღრმისეული დაკარგული გვაქვს თუნდაც ელემენტარულად ცოდნას თავი დავანებოთ ცოდნის გამოყენება რომელსაც ჩვენ რწმენას დავარქვით ერთია წავიკითხო მეორე გავითავისო ხო მაცხოვარი შეხედავს ხოლმე და იქ კაპერნაუმში ასის თავი შეხვდა იქ ცალკეული ქრივი შეხვდა იქ ადამიანი შეხვდა რომელშიც უფრო მეტი რწმენა ნახა ვიდრე თქვა ჯულის მოზღორებსთან წიგნობაში და ამბობს რომ ასეთი ის მთელ ისრაელში და იერუსალიმში არ მინახავს. ანუ ერთია ცოდნა. თუნდაც ის ადამიანი რომელიც მის სამოსის იმას ეხება და განეკურნება. ანუ მე გამოვიყენო საფრთხო ცნება ეს უკვე ცალკე ასპარეზია და მეორეა ცალკე ცოდნა და არცოდნის თემა კიდე ცალკე სხვა არის და ნებისმიერი ჩვენ თუ წარსულის თემას გადავხედავთ ერთი რამ არის ჩვენ ერთი პრიორიტეტი გვაქვს რამდენადაც მრავალგზის გავიმეორებ მე კონსპექტს ერთ თემას შევეხები უფრო მეტად გადავიაზრებ უფრო მეტად დავიმახსოვრებ უფრო მეტ გამოცდილებით გავითვალისწინებ მაგრამ ზოგჯერ წარსულის გამოყენება ჩვენ გარკვეული შეცდომების გარკვეული მდგომარეობის გამოყენება ჩვენ ეს არ ვიცით. ერთი რასაც ზოგადად ურჩევ და განსაკუთრებით მე ახალგაზრდებს ურჩევ რომლებიც მესმის რომ ასაკობრივად ისინი ემოციურ სწრაფად ცვალებად გრძნობებზე არიან დამყარებული გრძნობათა მღელვარების გარდა აუცილებლად შემეცნებას დაუთმონ ვინ არის რა არის. რომ მხოლოდ მომხმარებელი არ არის, მხოლოდ გართობისთვის არ არის, მხოლოდ გარკვეული სიამეებისთვის არ არის. კი ბატონო განტვირთვა გარკვეული ჯანმრთელი დოზით და ჯანმრთელი ქცევით გარკვეულწილად მისცენ განტვირთვა აუცილებელია რომ ხალისით გონებამ გადატვირთვა მიიღოს და კვლავ შემეცნებას დაუბრუნდეს მაგრამ არა უბრალოდ თქვა ინსტიტუტის თუ სკოლისგან მიწოდებული ნორმატივების ჩაბარება გამოცდების ანაზღაურებაზე იყოს არამედ მიღებული ცოდნის გამოყენება, გადააზრება ისწავლო. ეს რა თქმა უნდა ასაკობრივი ფაქტორიც არის, ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, შემდგომ უფრო ხდება, თუმცა ნუ ჩავთვლით ესე ხშირად 15, 14, 10 წლის და 18 წლის ახალგაზრდობა ძალიან კარგად იაზრებს, ძალიან კარგად პროგრესირება და გამომყენებელია იმისა და ამიტომ ვურჩევ რომ არ იყოს მომხმარებელი, არამედ შემეცნებელი. მამალევან აი ადამიანი თუ კი მიდის სწორად საკუთარი შეცნობის გზაზე, თავის შეცნობის გზაზე, ბუნებრივია ის ხედავს თავის უძლურებასაც, ხო? თქვათ აი მომეც განცდა თვისთა ცოდვათა, როგორც არის ეფრემ ასურის ლოცვაში და როგორი არის ასეთი ადამიანი? არის თუ არა უფრო მეტად თავმდაბალი რაღაცნაირად თქვათ სხვას აღარ განიკითხავს შესაბამისად? ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია, ეს არის გზა ამ შემთხვევაში, რომელიც შენ გეხმარება
მოტივი რომ დაინახო. აი ნახეთ, მოდი პირველ ადამიანზე გადავიდეთ. აკრძალული ხილი რას წარმოადგენდა? აკრძალული ხილი არა უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმი მორჩილება იყო. აი იყო ერთ საინტერესო რამ. შემეცნების ხის ნაყოფზე ის მიღებაზე იყო საუბარი. რას ნიშნავდა ეს? შემეცნებას ღმერთი უკრძალავდა? არა, დღითიდღე უფალი ეცხადებოდა, შემეცნებას აძლევდა. და ის ხე ადამიანს შეახსენებდა, რომ სრულყოფილი არ იყო და ზუსტად იქ სრულყოფილ სამყაროში, რომელსაც კომფორტის წარმოიდგინეთ, უწვერვალესი მდგომარეობა ჰქონდა, თვითკმაყოფილებაში არ ჩერჩენილიყო და პირუტყულ მდგომარეობაში არ გარდასახულიყო. მეისთვის შემეცნების ხე ცალსახად ფაქტორი იყო, რომ ერთგვარ მდგომარეობაში არ გაჭედილიყო და დაუსრულებელ პროცესში ყოფილიყო და მოთხოვნა არა თუ სიხარულისა, რომელიც ღმერთის გამოცხადებას მადლითად მოაქვს, არამედ მოთხოვნა შემეცნებისა ქონოდა და ეს ხე მას შეახსენებდა, რომ სრულყოფილი არ იყო. და ჩვენი მდგომარეობა ზუსტად ეს არის, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და თვით დაუკმაყოფილების განცდა ადამიანს აფხიზლებდეს და თვით კმაყოფილებას არ ბადებდეს. დიახ. ერთ მდგომარეობაში არ ვიყინებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა მამა ლევან საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მობრძანებისთვის. წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი საუბრობდა სტუდიაში. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში სხვა სტუმრებთან ერთად. რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო
ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 15 ნოემბერს სალოტბაროს როლების კონცერტი გაიმართება. საღამო ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით ეწყობა, თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ვალიშვილი და ახალციხის სალოტბაროს სკოლის ხელმძღვანელი ლოტბარი ბატონი ზაზა თამარაშვილი. და არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებმაც ასე საოცრად იგალობეს ჩვენი დილის გადაცემაში, დილის ეთერში. ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას მოგეხსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისთვის. როგორც მოვახსენეთ მაყურებელს, გალა კონცერტი გაიმართება 15 ნოემბერს. დეტალების შესახებ თქვენ მოგვითხრათ, ვინ მიიღებს ამ კონცერტში მონაწილეობას, როგორ მიმდინარეობს რეპეტიციების პროცესი და თანათანობით მე სხვადასხვა დეტალზე კიდევ ვისაუბრეთ და მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისათვის და იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის უცხადებთ ჩვენს ესეც საშვილიშვილო საქმეს ყველას და მათ შორის ფოლკლორის განვითარების და პოპულარიზაციის საქმეს. დიახ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45 სალოტბაროს სკოლის 500 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას 15 ნოემბერს გალა კონცერტში, რომელიც ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. ეს არის მართლაც
ძალიან მასშტაბური ღონისძიება და არის გარკვეული შემოქმედებითი ანგარიშიც იმ რაღაც თვეების განმავლობაში, რაც გამლო სასწავლო წლის პერიოდში ამ სკოლებმა. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ უკვე მე-11 წელია საქართველოში მოქმედებს სალუტბარო სკოლები და წლიდან წლამდე და შეიძლება ითქვას დღითი დღე იზრდება მასშტაბები, ემატება სკოლები, ემატებიან ბავშვები და მეტი და მეტი ბავშვი ეზიარება ჩვენს დიად სამუსიკო ტრადიციულ მუსიკალურ კულტურას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს და სულ მინდა გავიმეორო ის, რომ როგორც არსებობს სამეთყველო ენა, დედაენა, ასევე არსებობს მუსიკალური დედაენა, რომელიც ყველა ერს თავისებური აქვს და მათ შორის ქართველ ერს და ეს რომ გამორჩეულია და განსაკუთრებულია ამაზე მსოფლიო აღიარებაც მეტყველებს, იუნესკომ აღიარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქართული მრავალხმიანობა, შემდეგ მსოფლიოში ჟღერს უკვე ქართული ტრადიციული სიმღერა და გალობა, დღითი დღე იზრდება ინტერესი ამ მუსიკალური კულტურის მიმართ და ვინ თუ არა ჩვენ ყველაზე მეტად უნდა მოვუაროთ და უპატრონოთ და გადავცეთ მომავალთაობას ეს უნიკალური მემკვიდრეობა. ამას ემსახურება სწორედ ჩვენი სალუტბარო სკოლები, რომელთა რაოდენობა წელსაც უკვე დაახლოებით 10 სკოლით გაიზრდება და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ცენტრებში, არამედ სოფლებშიც კი გაჩნდა მოთხოვნილება, იმიტომ რომ არის ყოველთვის საშუალება, რომ მოშორებული სოფლებიდან ბავშვებმა იარონ რაიონულ ცენტრში და ამიტომ გახდა საჭირო ზოგიერთ სოფელში განსაკუთრებით ზემო და ქვემო სვანეთის მოშორებულ სოფლებში უკვე ლოკალურად მიმდებარე სოფლებისთვის ალგე სალუტბარო სკოლების გახსნა. აი ასე და ეს რთული პროცესია ხომ ბუნებრივი სოფლებში სკოლებისგან, მაგრამ მადლობა ღმერთს ყავს სპეციალისტები, რომლებიც თავს ართმევენ ზოგან სადაც არიან ვაწმოსილი ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ამ საქმეს ემსახურებიან, ისინი უშუალოდ გადასცემენ თავიანთ ცოდნას ბავშვებს, ხოლო სადაც არა, უკვე აი ამ 10 წლის განმავლობაში დამკვიდრდა პრაქტიკა იმისა, რომ ჩვენი სალუტბარო სკოლა დამთავრებულები ძალიან დიდი ნაწილი მიდის გიორგი მთაწმიდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში პროფესიონალებად ყალიბდებიან და ესე უბრუნდებიან თავიანთ რაიონებს და უკვე იქ განაგრძობენ მოღვაწეობას პრაქტიკულად თავიანთ მომავალ თაობასთან. და ასე გრძელდება და გაგრძელდება კიდევ იმედია დიდხანს. ასევე ძალიან სასიხარულო ამბავია ის, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია ამ კონცერტზე და ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდია ინტერესი მაყურებელთა, მსმენელთა მხრიდან. ბატონ ზაზაი, ჩვენ წარგადგინეთ, გეგმ წარგადგინეთ, რომ ბრძანდებით ახალციხის სალუტბარო სკოლის დირექტორი და ჩვენ არაჩვეულებრივ ბავშვებს კიდევ ერთხელ გვინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ შესანიშნავი გალობისთვის, რომელიც მოვისმინეთ ჩვენს გადაცემაში. აი როგორ ემზადებოდით ამ კონცერტისთვის, რას წარმოადგენენ ბავშვები, საინტერესო არის და ზოგადად რას ნიშნავს თქვენი სალუტბარო სკოლისთვის აი ამ კონცერტში მონაწილეობა? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მართლაც საშვილიშვილო საქმე გაკეთდა, როდესაც დაარსდა რეგიონებში სალუტბარო სკოლები, მათ შორის ჩვენ ქალაქში, ახალციხეში დაარსდა, სადაც მოსწავლეები უფასოდ უსასყიდლოდ შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობას და ქართულ ხალხურ სიმღერებს. ჩვენ რასაკვირველი აქცენტი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს, თუმცა აქცენტი გვაქვს მესხურ სიმღერებზე. გვინდა რომ ეს მესხური სიმღერები არ დაიკარგოს, შენარჩუნდეს და კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ვცდილობთ იმას, რომ უკვე მივიწყებული სიმღერებიც კი აღვადგინოთ ჩვენს რეპერტუარში იყოს და საზოგადოებას გავაცნოთ. ძალიან საინტერესოა რომ დავუშვათ 15 რიცხვში მართლაც არა მხოლოდ გალა კონცერტი იქნება და საზეიმო განწყობა იქნება და არა მხოლოდ ის საანგარიშო მომენტი იქნება ჩვენი სალუტბარო სკოლებისთვის, არამედ ეს ვფიქრობ ეს სწავლის პროცესიც არის, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის სალუტბარო სკოლების მოსწავლეები ერთად იკრიბებიან, დღეში ორჯერ გვაქვს რეპეტიციები და მოსწავლეები სწავლობენ იმ სიმღერებს, რომლებიც გალა კონცერტზეც უნდა გაიტანონ. ნაწილი დასაკვირველი მომზადებული არიან, თუმცა ამ რეპეტიციების პროცესში კიდევ ხდება სწავლის პროცესი. საინტერესო ის არის, რომ ეს არ არის ეს რეპერტუარი, რომელიც სასწავლო პროცესში უკვე ათვისებული აქვს ბავშვებს. აი ამ ერთი კვირის განმავლობაში, კონცერტისთვის საგანგებოდ შეისწავლეს ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც ეს ბავშვები აქ არიან და დილით და საღამოს ორჯერ უკეთდებათ რეპეტიციები, აი ამ პროცესში სწავლობენ ისინი მათთვის უცხო სიმღერებს და ოღონდ ერთი რამ არის, რომ ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ამა თუ იმ კუთხის სიმღერას სოლისტები
ყოველ შემთხვევაში იმ კუთხის წარმომადგენლები ასრულებენ და კიდევ ერთი რამ არის რომ მარტო სიმღერა არ არის და გალობა. ზოგადად საალტბარო სკოლების მიმართულება, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი მიმართულება თანდათან დაიხვეწა და გაფართოვდა და იქ სადაც ჯერთი ყველა სკოლაში შევიდა ზეპირსიტყვიერება, რომელსაც ქალბატონი ეთერთა თარაიძე და ბატონი ამირან არაბული უძღვებიან და ბავშვებს უფრო ღრმად ცდილობენ ჩაახედონ ბავშვები ამ მართლაც ღრმა და უკიდეგანო სამყაროში. ამას გარდა იქ სადაც არის შემორჩენილი, ვთქვათ, ხალხური ქორეოგრაფია, ანუ სინკრეტულობა, სადაც არის შემორჩენილი სიმღერა, ცეკვა, ტექსტი და ყველაფერი ერთობლიობაში, მაგალითად, სვანეთში, რაჭაში, ვთქვათ, აჭარაში და ასე შემდეგ, საკრავიც მათ შორის, ეს ყველაფერი რომ შენარჩუნებული იყოს და ამ სკოლებში ბავშვებს გქონდათ იმის საშუალება, რომ ასევე სინკრეტულ პროცესში აღიქვან და გაითავისონ მთელი ეს ტრადიციული ხელოვნება. აი, ამ კონცერტზე ჩვენ ამას ყველაფერს ძალიან ფართე მასშტაბით ვიხილავთ და მოვისმენთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნება და ძალიან სავსე კონცერტი იქნება 15 ნოემბერს. ელისაბედმა ახსენა, რომ ერთი კვირით ადრე კონცერტამდე უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა, აი კადრშიც ხედავთ ახლა ჩვენ მთელი სოციალური ქსელი აფეთქებული იყო, ასე ვთქვათ, შარშანდელი კადრებით, ყველას ძალიან მოეწონა ეს კადრები. დაინტერესებაზე მინდა მაინც კითხოთ. ნათელია ბუნებრივია პასუხი, რომ დაინტერესება ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან, თუმცა თქვენ რომ მოგვახსენოთ, წლიდან წლამდე ალბათ მზარდია მაყურებელთა რაოდენობა, ის ვინც დაინტერესებულია ამ ყველაფრის ხილვით. მშობლები ბუნებრივია. რასაკვირველია. ყველა ადამიანი ალბათ საზოგადოების ინტერესი დიდია. ინტერესი არის დიდი. დიახ, და ეს იმიტომაც მოხდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც გვაგზავნით მასწავლებელს ბავშვები სწავლობენ და რაღაც წლიდან წლამდე ამ პროგრამას გადიან. არა მარტო ამიტომ, როგორ ხდება შემდგომ ამ შემოქმედებითი პროცესის ჩვენება საზოგადოებისთვის და ერთმანეთისთვისაც. არის უამრავი პროექტი, რომელშიც ბავშვებს აქვს საშუალება, აი ერთ-ერთი გრანდიოზული პროექტი ეს არის სწორედ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზი, რომ ბავშვებს აქვს საშუალება, რომ ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ერთმანეთს შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარონ, ერთმანეთის კუთხის სიმღერები ისწავლონ, დამეგობრდნენ. ცოტა კონკურსიც არის ოღონდ. მაინც ესე გამოდი. შინაგანად შეიძლება, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაფერი მეგობრობასა და სიყვარულზე არის დამყარებული და ამას სხვათა შორის ჩემი სახლის მეზობლად არიან ეს ბავშვები ნაწილი და მთელი უბანი არის აღფრთოვანებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ დილის 11 საათიდან სახამოს 8 საათამდე რეპეტიციებზე არიან, სახამოსაც არ ჩუმდებიან და მღერიან. უკვე ეს იქცა მაური არაწუხებდა. დიახ, არა, პირიქით, გამოცოცხლდა უბანიო ამბობენ. ეს არის მთავარი, რომ ბავშვებმა იმდენად გაითავისონ და შეიყვარონ ეს სამყარო, რომ მათი ცხოვრების წესად იქცეს ქართული მრავალხმიანობა და ამის გარეშე უკვე აღარსაც შეეძლოთ ნაბიჯის გადადგმა და სუნთქვა, ასე ვთქვათ, საბოლოოდ. ბატონო ზაზა, ეს შესანიშნავი ბავშვები გაგვაცანით, თუ შეიძლება და ალბათ სრული სახით არ არის წარმოდგენილი, ხო, ბუნებრივია საალტბარო სკოლა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩამოხვედით თბილისში ამ კონცერტისთვის და ჩვენი გადაცემისთვის ასე ადრე რომ ადექით და ესე შესანიშნავად ვიგალობეთ. ჩვენი არაჩვეულებრივი ბავშვები, ჩვენ 35 მოსწავლე გყავს ახალციხის საალტბარო სკოლაში, მათი ნაწილი არასაკუთრებით წარმოდგენილი, კიდევ ნაწილი ჩამობრძანდება კონცერტისთვის 14 რიცხვში და აი მარიამი აღლემაშვილი, რომელიც არის ჩვენი პირველი ხმა, საბა ზედგინიძე, დაძმანი რევაზი და ანა თეთვაძეები და მათე ინასარიძე, ჩვენი არაჩვეულებრივი ადამიანები, შევარჩიეთ ბავშვები მათი გამოცდილების მიხედვით, შესაძლებლობების მიხედვით და რაც თავარია, რომ ყველა ხმაყოფილიყო წარმოდგენილი და მათ ქონოდათ საშუალება, რომ ასე ვთქვათ, არა მხოლოდ მესხურის სიმღერები შეესრულებინათ, არამედ სხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებიც შეესრულებინათ და ასევე მართლაც მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მათ სხვა საალტბარო სკოლის მოსწავლეებთან უკვე დამეგობრებული არიან ფოლკლორის ცენტრი გვანებიურებს სხვადასხვა ფესტივალებით, მაგალითად გალობის მერცხლები, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდა და სვეტის ხოველში და ასევე ბაგრატში იგალობეს ჩვენმა ბავშვებმა, ასევე ანაკლიაში არაერთხელ ყავდა ჩვენი მოსწავლეები საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, სხვა არაერთი ფესტივალი, კონცერტი, შეხვედრები და ეს არის საალტბარო სკოლების გასვლითი კონცერტები და ეს არის ერთი
დიდი ოჯახი უკვე მეგობრებისა, თანამოაზრეებისა და ჩვენ თანამოაზრეები ვართ იმაში, რასაც ქართული საქმე ქვია, ტრადიციული საქმე ქვია, ჩვენი ტრადიციული განსაკუთრებული ასე ვთქვათ მემკვიდრეობა ქვია და ვფიქრობ ამაზე კარგი რა არ შეიძლება იყოს. რომელსაც იწყება კონცერტი? ვის ნახევარს. ყველა ბილეთი გაყიდულია პრინციპში, მაგრამ მაინც ეს ინფორმაცია 15 ნოემბერს, ესე იგი ჯანსუღ კახიძის ცენტრში, საუბარო სკოლების კონცერტი გაიმართება. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა არის რასაკვირველია კულტურის სამინისტროს მხრიდან იმთავით, როდესაც დაარსდა საუბარო სკოლები და დღითიდღე მათი რაოდენობა და ხარისხი მატულობს. ამას გარდა განსაკუთრებული მადლობა გვინდა ალბათ გადაუხადოთ მუნიციპალიტეტებს დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარეც და ზოგადადაც რომ დღეს ასეთ გრანდიოზულ და მასშტაბურ ღონისძიებაზე ძალიან მხარში დაგუდგა თითოეული მუნიციპალიტეტი, რომ ამ ბავშვების ორგანიზებულად ჩამობძანება და შინ დაბრუნება ყოფილიყო სათანადო დონეზე მოგვარებული. ასევე მინდა ვთქვა, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების და არა მხოლოდ ყველა ფაქტობრივად მთელი ფოლკლორის ცენტრი არის ჩართული ამ ღონისძიებაში და შემოქმედებით მხარეს ბატონი გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით განაგებს საუბარო სკოლის მიმართულება ლიგალი პარტელიანის სახით, რომელიც არაჩვეულებრივი დაუღალავი, უნიჭიერესი და ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალია და მუშაობს პროგრამაზე არა დღეს და გუშინ, არამედ კარგახანია ნაფიქრია ეს ყველაფერი რა, როგორ, რანაირად და რომ ყველა კუთხე იყოს მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმოჩენილი და ალბათ მადლობა უნდა გადაუხადოთ თითოეულ მათგანს ამ შრომისთვის, ღვაწლისთვის და წარმატება ვუსურვოთ ბავშვებსაც და ჩვენს შემოქმედებით კოლექტივსაც, რომ კონცერტმა წარმატებით ჩაიარეს. მადლობა თქვენ და წარმატებას გისურვებთ. გადაგიხდით, მადლობას ჩვენთან მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანავალიშვილი და ახალციხის საუბარო სკოლის ხელმძღვანელი ლოტბარი ბატონი ზაზა თამარაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები და ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებმაც შეასრულეს გალობა. დავაგრძელებთ გადაცემას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და ახლა შეგვიძლია ჩვენ ეს სიუჟეტი ვნახოთ. მეცნიერების საერთაშორისო დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მრავალფეროვანი ფესტივალით აღნიშნა. სასწავლო დაწესებულების გარე სივრცეში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი საინტერესო პროექტი წარმოადგინეს. ფესტივალზე მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა თავადვე ჩაეტარებინა ქიმიური ცდები, შეესწავლა მინერალების უნიკალური სტრუქტურა, შეხებოდა პალეონტოლოგიურ ნიმუშებს და დაკვირვებოდა ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებს. დღევანდელი დღე ემსახურება მეცნიერების პოპულარიზაციას, რომ მომავალი თაობები უფრო დაინტერესდნენ სამეცნიერო დარგებით და კარგი გამოცდილება არის. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდებით, დაინტერესებული სტუდენტები მოდიან, აბიტურიენტები იქნებიან, საინტერესო კითხვებს ვამენ ხოლმე და ჩვენითაც ბევრ ახალ რაღაცას ვსწავლობთ. ჩვენ წარმოვადგენთ ქიმიას და გვაქვს ორი ექსპერიმენტი ამ აგიდაზე, ერთი არის ელექტროლიზი და მეორე არის ვულკანი. ფესტივალი განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო სკოლის მოსწავლეებისთვის და პატარებისთვის აღმოჩნდა. მე მივიღე მონაწილეობა ხელოვნური ცეცხლის ექსპერიმენტში და ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი ბავშვებისათვის და ახალი თაობებისათვის არის ძალიან კარგი, რათა უფრო განვითარდებიან და მოეწონებას და უფრო დაინტერესდებიან მეცნიერებაში. და მე ყველას ურჩევდი, რომ მოვიდეს ამ ფესტივალებზე და მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა და გამოსცადოს ეს შეგრძნებები. მეცნიერების ფესტივალს სტუმრობდა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშები დაათვალიერა და არაერთ საინტერესო ექსპერიმენტში ჩაერთო.
დღეს იუნესკოს ეგიდით აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. მინდა ყველა მეცნიერს, ყველა მოღვაწე მეცნიერს, ღვაწლმოსილ მეცნიერებს და ასევე ახალთაობას მიულოცოთ დღევანდელი დღე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იმართება მეცნიერების ფესტივალი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ასეთ ღონისძიებებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ მეცნიერების პოპულარიზაცია გახლავთ უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და ძალიან გვინდა რომ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მეტი ამოცანები გადავჭრათ, მეტი პროექტები დავაფინანსოთ. მე მინდა უპირველესად მიულოცო ქართულ მეცნიერების საერთაშორისო დღე, აღნიშნო რომ მეცნიერების გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, მით უმეტეს უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც მეცნიერება და სწავლება სინქრონშია და სწორედ ეს არის გარანტია, რომ ახალმა თაობამ მეცნიერული ცოდნა მიიღოს. დღევანდელი დღე ასევე ხელს უწყობს ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაციას და თქვენ ნახეთ რამდენი ათობით და ასობით ახალგაზრდა სკოლის მოწაფეა დღეს უნივერსიტეტში სტუმრად. მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების ფესტივალი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას და კვლევითი საქმიანობით ახალგაზრდების უფრო მეტად დაინტერესებას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას გარდატეხის ასაკის სირთულეები და გამოწვევები. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. მარინა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის, თქვენი დროისთვის. ისეთი აქტუალური საკითხი არის, განსაკუთრებით იმ მშობლებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ვისაც ამ ასაკში ყავს სწორედ ბავშვები, მრავალი სირთულე იჩენს თავს, ვიცით, გარდატეხის პერიოდში, ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი, არაღიარების კომპლექსი და ასე შემდეგ. მაგრამ აი მოდით დავიწყოთ იმით, თუ რომელი ასაკი ითვლება გარდატეხის პერიოდად, ნუ გაგვიგია ისიც, რომ სხვადასხვა, მრავალჯერ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გარდატეხის ასაკიო ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ აი როგორც ფსიქოლოგი ვთქვა თქვენგან, როგორც სპეციალისტი, რას გვეტყვით, რა პერიოდია, რა ასაკია მიჩნეული სწორედ გარდატეხის პერიოდად და ასაკად? მადლობა. მრავალჯერ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კრიზისი, მაგრამ აი პუბერტატი, რასაც ჩვენ გარდატეხის ასაკს ვეძახით, ის არის მაინც ბავშვობიდან გადასვლა გარდატეხის ასაკში, შემდგომ სიყმაწვილეში, ნაადრევი და გვიანი სიყმაწვილე და ეს პროცესი მთავრდება 24 წლისთვე, 24-25 წლისთვის. ანუ ამდენ ხანს გრძელდება? არა, თვითონ გარდატეხის ასაკი 18-19 წლამდე, შემდეგ აქედან 21-მდე არის ნაადრევი სიყმაწვილე და მერე გვიანი სიყმაწვილე. თუმცა ეს ძალიან პირობითი დაყოფა, ხა შეიძლება იყოს ეს დაახლოებით 11-12 წლიდან 18-19 წლამდე, 10 წლიდან შეიძლება დაეწყოს. ცოტა ინდივიდუალურია, თუმცა თითქმის ყველა გადის ამ პროცესს ნებისმიერი ადამიანი. ზოგი გვიან, ზოგი ცოტა ადრე. თუ შემთხვევით არანაირი ცვლილება არ არის ერთი შეხედვით ადამიანში და ეს რაღაცა მშვიდობიანად მიდის, არ არის გამორიცხული, რომ გადავადება მოხდეს გარდატეხის აი ამ კრიზისის ცოტა წანაცვლება და ეს წანაცვლება შეიძლება მოხდეს ცოტათი, თქვა შეიძლება ადამიანი 30-ს გადასცეს, ანუ რაღაც ისეთ ასაკში იყოს, როდესაც თითქოს უკვე ყველაფერი გავლილია, მაგრამ იქცეოდეს როგორც მოზარდი. ალბათ გვინახავს ეგ. თვითონ მოზარდობა არის როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველაზე დიდი გაჭირვება ადამიანისთვის. ასეთი გაჭირვება მას აღარ ექნება. აი უამრავი კრიზისი და ეს კრიზისი ხო შესაძლებლობაა, ეს ხომ რაღაცის გარდასვლა არის ახალ ეტაპზე ცხოვრების და ეს კრიზისი არის მთლიანად ცვლის ყველაფერს, იმიტომ რომ იცვლება გარეგნობა, თქვენ სწორად შენიშნეთ, კიდურები, თქვათ იგივე რაღაცა ცოტა უჩვეულო ხდება, მათი კანი, ხმა, თმიანობა, გამონაყარი, გასუქება ძალიან ხშირი ამ დროს, გასუქება
ბევრი ის აქვს მიზეზი ჰორმონალური ძვრებიც ალბათ განაპირობებს ხო მაგრამ შესაძლებელია გასუქება იყოს უსაფრთხოების მოშლიდან გამომდინარე ეს კავშირშია ჰორმონებთან საერთოდ ნევროლოგია და ენდოკრინოლოგია არის როგორც გადაკვეთა აქვთ ერთმანეთთან ერთი იწვევს მეორეს და მეორე პირველს დიახ გასიმსუქნე არის უსაფრთხოებას უდრის ბჭყალებში. ხა რატო? აი როგორც გაჭიროების დროს ომი რო იწყება ამ პანდემია და ქვილს რაღაცას ადამიანი ყიდულობს და იმარაგებს, ორგანიზმი იმარაგებს ცხიმებს. როდესაც მას ეშინია და შიშის დროს და სტრესის დროს ხშირ შემთხვევაში ხდება ნებისმიერი ცხიმებში გადალაგება და განსაკუთრებით აბდომინალურ, ანუ მუცლის არეში ხდება ამისი მომარაგება თუ ჩალაგება ცხიმების დიახ და გარდატეხის ასაკში და იგივე ქალებს აქვთ მენოპაუზის დროსაც არის ეს გასუქება, მაშინაც რაღაცა ერთი სხვი უსაფრთხოება და მეორე ფსიქოსექსუალური მიზეზებიც აქვთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ფსიქოგენურ ფაქტორებზე. თუმცა არის იქ თქვენ სწორად შენიშნეთ ფიზიოლოგია, ენდოკრინოლოგია ჩართული ბიოქიმია საერთოდ ყველაფერი იცვლება, რევოლუციური პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება ყირაზე დგება ყველაფერი, ორგანიზმშიც, ღირებულებებშიც შეიძლება რაღაც ავტორიტეტების ცვლილება ხდება, ესე იგი საერთოდ ჰორიზონტალზე გადის. მშობლებთან თუნდაც მშობლებთან კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ეს ვერტიკალზე კონფლიქტი, ავტორიტეტების ძიება უფრო თანატოლების ან პლუს-მინუს 2-3 წლით უფროსებთან, რომლებიც არიან უფრო პოპულარულები, რაღაც მიღებული. ზოგადად თვით შეფასებაზე თუ ვისაუბრებთ, მე შემიძლია დავწურო ეს და სამდგენელამდე მივიყვანო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მდგენელი აქვს მას, მაგრამ პირველი ეს გახლავთ როგორ გამოვიყურები, ხო? აი რა და გამოვიყურები არ ნიშნავს ახლა ცხვირი და თვალის ფერი და სიმაღლე და სიგანე. ეს არის სხეულის ენა, ეს არის სტილი, ჩაცმა, მანერა, საუბარი, ანუ როგორ გამოიყურება ადამიანი. ეს ზოგს გონია ამასაკში გონიათ რომ აი ყველა ნახვცა აქვს მნიშვნელობა. თან ხვდები რომ გარეგნობა უფრო შინაგანი მდგომარეობაა ვიდრე გარეგანი, მაგრამ ნუ ამას ახლა რაღაც ცოტა ალბათ ასაკით ჭირდება, მაგრამ ეს ძალიან მძაფრია ამ დროს. რამდენად მისაღები ვარ მე, ხო? კიდე გარემოსთვის, როგორ მხედავს მე სამყარო. მეორე არის ასევე როგორ გამოვიყურები, ოღონდ ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობები როგორ გამოიყურება. რამე სისულელეს ხო არ ვამბობ, არ დამცინონ. ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი შიში ადამიანისთვის ბევრ სხვა შიშებთან ერთად არის შეფასების შიში და შემთხვევით არის თვით შეფასებაში შეფასება რო ურევია. ეს შეფასება, ანუ როგორ შემაფასებენ მე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს ადამიანმა, რომ ჩემთვის სულ ერთია რა სიტყვის ჩემზე ხალხი, ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ხო, ბიოფსიქოსოციალური, რა თქმა უნდა. ნებისმიერ ასაკში არის ალბათ მნიშვნელოვანი, თქვათ რა სამყარო. შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ვაქცევთ ყურადღებას. რაც არ უნდა თქვა, სოციუმში ცხოვრების დროს, ახლა ალბათ ადამიანი რო ცხოვრობდეს მარტო ტყეში, ან სადმე, რა ვიცი, გამოქვაბულში, შესაძლებელია მას მართლა კონდეს ეგ ლეგიტიმურად ეგეთი აზრი, მაგრამ აქ შეუძლებელია ერთმანეთს არ გაუწიოთ ანგარიში, რაღაცნაირად იგივე რა გვაცვია, როგორ გამოვიყურებით, ეხლა ვთქვათ, სკაფანდრებით და რაღაცებით რო იარო ხო, ძალიან ეპატაჟური და უცნაური იქნება. თუმცა ვინც ასე დადის, მას როგორც ჩანს, ძალიან უჭირდა ბავშვობაში და კომპენსირება არის ეს გარკვეული, ეს ვთქვათ, ექსტრავაგანტულობა შეიძლება იყოს. მაგრამ მე რას ვამბობ, აი დაფასთან გამოსვლა უჭირთ. როგორც წესი, ამასაკის ბავშვები დაფასთან არ გამოდიან. საერთოდ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემაში მე არ მინდა რაიმე კრიტიკა გამომივიდეს, მაგრამ ან შედარება, როგორც წესი არ ყვებიან, იცით, აი ეს მოყოლა თავიდან ბოლომდე რაღაც მოყვას ამბავი, ან თქვათ იგივე გაკვეთილი, ეს არ არის კითხვაზე პასუხი. თქვათ მე თუ შეიძლება მეც ვიტყვი, თქვათ მაგასაკის ბავშვები ვყავს ზუსტად და თხოვ ხოლმე რომ აი დედა მომიყევი გაკვეთილი. არა ეს რატომ უნდა მოგიყვე? არავინ არ მეკითხება მოყოლით. კითხვებს დამისვამენ. ანუ ეს ძალიან დიდი პრობლემა, ანუ მეტყველების პრობლემასაც წარმოშობს და ნამდვილად გეთანხმებით
ამ პათოში. აუცილებლად, იმიტომ რომ ნახეთ, კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო შეიძლება იყოს მარტივი თუმე ეს თემა ვიცი, მაგრამ ჩამოვაყალიბო, ხაზი არ დავკარგო, ღერძი შევინარჩუნო, ანუ თავარი გამოვყო, მსჯელობა რა არის, რაღაცა დასკვნა, მიზეზშედეგობრივი კავშირი, დასკვნა, ცნებითი აზროვნება. ეს ყველაფერი გამოვიყენო, ამის საშუალება მათ არ აქვს, შეიძლება პედაგოგებსაც არ აქვთ, ხო, ბევრი ბავშვია იქ რაღაცა ერთმა რომ მოყვეს გაკვეთილი და მეორემ რომ მოყვეს, დანარჩენებისთვის, თქვათ, დრო შეიძლება არ დარჩეს. მოკლედ არ ვიცი, ხა მე ამას ვამბობ ზოგადად, რომ ეს კულტურა მოყოლის არ არის და რომც გამოიძახოს პედაგოგმა, ბავშვები არ გადიან დაფასთან. ურჩევნია ადგილზე ადგეს და იქიდან თქვას, ან საერთოდ არ ადგეს და ისე უპასუხოს, რომ არ გამოჩნდეს. რომ არ დასცინონ. და ეს დაცინვა ბავშვები ცოტა დაუნდობლები არიან ამ ასაკში, ჭყალებში ხა, იმიტომ რომ ისინი ხუმრობენ, იცინიან, ვერ ცნობიერებენ, იმიტომ რომ თვითონაც ტკივად და შენც რო გეტკინოს მისთვის ახლა ეს არ არის განსაკუთრებული რამ. ეს საბოლოოდ დასრულ ასაკშიც ხომ იქონიებს ცუდ გავლენას ალბათ, ხომ? მეტად უკან დახეული იქნება ალბათ ყველაფერში, თუ ვერ გამოხატავს საკუთარ თავს სკოლის ასაკის პერიოდში. ალბათ, ხო, მე რაღაც იცით როგორ არის, მაინც ადამიანი რაღაცა ამოყვინთავს ხოლმე და ნელ-ნელა ასაკთან ერთად, აი ამ პრობლემებიდან მე რაღაცა ვთქვათ, სადღაც პატარ-პატარა გამარჯვებები რო დაუგროვდება, ნელ-ნელა აუცილებლად მიხდება. რაღაცებს ხდება, მაგრამ აი ამ ასაკში ჯერ ვერ ხდება ამას და ძალიან უჭირს და განცდებშია. და მესამე მდგენელი კიდევ არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ რა ჯგუფს მივეკუთვნები მე. კლასი ისევე როგორც სოციუმი და საზოგადოება არის მრავალპლასტიანი, მრავალნაირი ჯგუფია შიგნით. არიან მარტო სულები, არიან რაღაცა დაჯგუფებები, პირობითად ძველი ბიჭები, ასეთი ბიჭები, ასეთი გოგორები, ყოფაქცევის ბიჭები ერთად და რაღაც ბჭყალებში რო ეძახიან წერვები და კიდე ინგლისური უამრავი ტერმინები აქვთ მათ და ხსნიან რას ნიშნავს ეს. ამ სხვადასხვა ტიპის სოციუმში ყოფნა უკვე ადამიანი ირჩევს მე რომელ ჯგუფთან იყოს მიკუთვნებული. რომელი ჯგუფი მიიღებს მას და სად არის ის აუტენტური და ბუნებრივად ჩაწერილი და განსაკუთრებით არ არის ხოლმე ეს რეკომენდირებული გადაყვანა ბავშვის ამ დროს, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდ პრობლემას ეჯახება. და ნახეთ და მე რომ მოვაწონო ვინმეს თავი, მე ისე უნდა მოვიქცე, როგორც ისინი იქცევენ და თუ ისინი იგინებიან ან რაღაცა მსგავს რაღაცა ტერმინებს ამბობენ, უძდელობენ, ეს ხდება ხიდი ჩემსა და მათ შორის. შეიძლება ეს უნდა გავაკეთო რომ მიმიღო. ხო, მიმიღო, იქ სიგარეტის მოწევა იქნება თუ რაიმე სხვა და ეს აფილაციის ტენდენცია ქვია, მას ანუ აფილირება რომ მოვახდინო ამ ჯგუფთან. და აი აქ შემოდის ავტორიტეტების თემა, რომ ვინ არის ამ მომენტში ამ ადამიანისთვის, მოზარდისთვის ავტორიტეტი. რა არის ის, რაც არის მისთვის სტანდარტული. თუმცა ესე და ვერ აქვს ახლა გამოკვეთილად ეს, მაგრამ მაინც ვიღაცა მოწონს და შეიძლება არ მოწონს, მაგრამ პოპულარულია. მის თანატოლებში ეს ადამიანი არის პოპულარული და უფრო მეტიც ამას ინათესტი კითხვა დამისვეს, როგორ შევაყვარო თუ სწავლაო, ასო, აი იგივე მოზარდსო და მეუთხარი თუ თქვენ დააწყვილებთ სწავლას წარმატებასთან, მეთქი ვერ შეაყვარებთ თქვენ, იმიტომ რომ მისთვის არ არის არგუმენტი, რომ კარგად ნასწავლი წარმატებულია, ან და წარმატება თუ არის დიდი ფული და თქვენ კარგი მანქანა და კარგი სახლი, მაშინ ამისთვის სამყაროში ჩვენ ვხედავთ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ძალიან განათლებული იყოს ადამიანი. ამის ბევრი მაგალითი. ამიტომ აქ არის აბსოლუტურად სხვა მიდგომა საჭირო. ეს ლინკი უნდა მოხდეს არა წარმატებასთან, არამედ ბედნიერებასთან. და ადამიანი არის ბედნიერი, ვისაც სწავლა უყვარს. ადამიანი არის თავისუფალიც ალბათ. თავისუფალიც. აი ეს განათლება იძლევა სინათლეს, იძლევა ჯეთი ინტერესისგანს და გაოცების შენარჩუნებული გაქვს სიხარულის და ესე თუ მიუდექი შეიძლება სწავლა გახდეს ძალიან სასიამოვნო პროცესი და აი აქედან გამომდინარე რაღაც ის დაწყვილება, რასაც ჩვენ შეიძლება ვაკეთებთ ან ვთავაზობთ
არ იყოს რელევანტური მათთვის. ძალიან იცით როგორ არიან სენსიტიურები არიან, გზნობიარები და ყველა სიტყვას იჯერენ. ზოგადად ნებისმიერი სიტყვა, რასაც ჩვენ ვამბობთ, ის უკვალოდ არ ქრება. პირიდან რაც ამოგვდის, ის არის როგორც ვიბრაცია ენერგეტიკული, რომელსაც აქვს თავისი ქმედება და უკუქმედებაც, ეს კი ჩემზეც მოქმედებს და სხვაზეც და გამომდინარე აქედან როგორ მოვექცეთ მათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როგორ შეინარჩუნოს მშობელმა ავტორიტეტი, რომელიც კარგავს ხო ამ პერიოდში, სხვა პლანზე გადადის, თქვა მშობლის როლი, მშობლის ავტორიტეტი ცოტა მინავლებულია, შეიძლება ითქვას, უკვე თინეიჯერ, ანუ ამ ასაკში, როდესაც გარდატეხის პერიოდშია ბავშვი. იცით რა, აი მე მაგალითად ერთხელ მოზარდებს დავუსვი ეგეთი კითხვა და ძალიან მესე ამოვნდა მათი პასუხი, რომ აი როდესაც ძალიან მოგწონს შენი თავი და კარგად ჩაიცვი, როგორც შენ გინდა ისე ჩაიცვი და რაც გინდა ის იყიდე. ვინ არის ის ადამიანი, ვისი აზრიც ამას შეგაცვლევინებს და დედაო მითხრეს. ანუ დედა მშობელი მაინც რჩება ავტორიტეტად. თუნდაც პირდაპირანერიბად ადამიანისთვის შეიძლება მთელი ცხოვრებას, მაგრამ განსაკუთრებით ამ ასაკში, თუმცა შეიძლება პროტესტის გამო არ დაუჯეროს მას. მაგრამ აი ის რომ შეიძლება მეორედ აღარც ჩაიცვას ის, რასაც დედა ეტყვის, ან თუ მისი დასჯა მოუნდება იმ შემთხვევაში. ანუ რეალურად მშობელს აქვს ძალიან დედას, მამას, ორივეს ძალიან დიდი ძალა მის სიტყვას, მაგრამ ნახეთ რა არის, ჩვენ თუ არ ვეცადეთ, რომ მათ სივრცეში, მათ საზროვნო სივრცეში მოვხვდით, მათ გემოვნებაში გავერკვეთ, თუ უწუნებთ გემოვნებას, როგორ მეგობრებს ირჩევს, რას კითხულობს, რა ფილმებს უყურებს, როდისმე თუ არასდროს არ დავინტერესდეთ აი რა ვიცი PUBG-ით, Fortnite-ით, რას თამაშობს, რა არის იქ საინტერესო, რა ისწავლა იქ, თუ არ დავждები მასთან ერთად იატაკზე და არ ვითამაშებ ან დაველაპარაკები, მე სადღაც ზემოდან ქვემოთ ვერტიკალური ურთიერთობას ვცდილობ, აღარ გამომდის, პატარა როა კიდე გამომდის და გარდატეხის ასაკში ჰორიზონტალზე არის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ შესანარჩუნებელი აქვს ავტორიტეტი. და ავტორიტეტი არის, როდესაც ადამიანი თავის ხედავს მოზარდი, რომ დედა ან მამა საკუთარ თავზე მუშაობს, თვითეკოლოგიურია, ის თვითონ კითხულობს, ვითარდება, იმაშიც ერკვევა, თქვათ, იგივე ახალგაზრდებს რა მოწონთ, მოზარდებს რა მოწონთ. სასაუბრო თემა ის კი არა, რომ რა უგემოვნო ხარ და რა საშინელებას უსმენ და ჩვენ დროს იცი რას უსმენდით. აი, როდესაც მუსიკას მოისმენ და ზოგჯერ მართლა უგემოვნოს. ხშირად ვეუბნები ხოლმე სხვათა შორის. არამედ რომ დაждდე მასთან და მომასმენინე რა, აბა რას უსმენ. უი, რა საინტერესოა. ახლა ეს მუსიკა არის, ხო, რაღაცა მოდაში ასე ვთქვა და მოგწონს და აი რა მოგწონს ამაში. იცი, ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ გინდა მე მოგასმენინო, მე რას უსმენდი. აბა ვნახოთ რა გექნება, რა აზრი გექნება. ანუ მე მას განვიხილავ პიროვნებად, ადამიანად და დავინტერესდი მისი გემოვნებით და უზიარებ ჩემსას. თუ მე პირდაპირ ვეტყვი თოშეს ერთმა ძალიან ჩემთვის საინტერესო და საყვარელმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ მეო ცოტათიო ის ვარო, დიდაქტიკური ვარო და დირექტიულიო. ამასთან დაკავშირებით მას ჯგუფები ყავდა ხელოვნებაში, რომ თქვა ბეთჰოვენი უნდა მოწონდეს ან ლეონარდო და ვინჩი. ანუ სტანდარტი რო გაუკეთო ბავშვს, სტანდარტი უნდა იყოს კლასიკა, უმაღლესი ხელოვნება. იმიტომ რომ ეს სიყვითლე რაც დღეს არის, იგივე პრესაში, იგივე მასმედიაში, ბოდიში ვიხდით ჩემ პატივისცემა ზოგადად ამ თუმცა რეალობას თვალს სწორად ყველა. ის სიყვითლე რაც არის, ხო, დღეს შეიძლება ეს ლიტერატურაშიც და ასე შემდეგ და სკაბრეზულობა, ხო? ეს რეალურად თუ ეს იცის მარტო ადამიანმა, მაშინ ის არ ეზიარება სილამაზეს, არ ეზიარება ამაღლებულს და აი ამას თუ არ აზიარე შენ თვითონ, მაშინ მისი გემოვნებისგან რა სითხო? დიახ, და აი რო შევაჯამოთ მარინა ჩვენი საუბარი, ანუ მეგობრობას არ აქვს ალტერნატივა, ხო? უპირობო მეგობრობას, გაგებას, მაგრამ ეს მაინც გვიჭირს ხო მშობლებს, ხო? არის ხოლმე ესეთი კრიტიკული მომენტები, რაღაც კრიზისები, როდესაც ჩვენ ვერ ვმართავთ საკუთარ თავს, ვერ ვმართავთ ბრას და ვერ ვმართავთ აგრესიას.
იცით, ესეც ნორმალურია, მე არ მგონია, რომ მაინც ახლა რაღაც ხელოვნურად სულ უნდა თოჯინასავით იყოს მშობელი და ეს არც ეს არის. რო ვერ მართავ ბრაზს, მე იქ მე უნდა აუხსნა, რატო ვერ მართე ეს ბრაზი, ბოდიშიც უნდა მოუხადო. მეგობრობა, კი ბატონო, ავტორიტეტის შენარჩუნება, იმიტომ რაღაცას არც კი განვიხილავ. ეს არის მორალური საკითხები. ეს არის რაღაცა ის ღირებულებითი თემა, რომელიც ჩვენს ოჯახში ასეა და ეს სხვანაირად არ შეიძლება იყოს. გარდა ამისა, 18 წლამდე მოზარდთან მშობელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ მისი უსაფრთხოება დაიცვას და უნდა დაიცვას კიდევაც და უთხრას, რომ შენ ხარ არასრულწლოვანი და მთლიანად ჩემზე ხარ დამოკიდებული და მე ვარ შენი უსაფრთხოება, მე ვერ დაუშვებ ამას, რომ შენ შეგექმნას რაიმე. ნუ ცოტა ისეთ ასაკში, რომ აუხსნა, რომ შენ შეგექმნას საფრთხე. აქედან გამომდინარე, მე შენ გიხსნი, რატომ არ შეიძლება ეს. ხა ფანჯარაზე რო ავალ ბავშვი იქ ლაპარაკს ხوار დაუწყებ, უნდა ჩამოსვა, ხო? მაგრამ არის რაღაც სიტუაციები, როდესაც საუბარი არის უალტერნატივო. საუბარი პატივისცემა, ოღონდ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მშობლის ადგილი და ავტორიტეტი მათთან, რომ მე შენ მიყვარხარ ყველანაირი, ისეთიც მაშინაც როცა ცუდად იქცევი და მაშინაც როცა კარგად იქცევი, მაგრამ მე არ მომწონს ეს ცუდი ქცევა და გთხოვ რომ ეს შეცვალო. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო მარინა, ყოველთვის სასიამოვნოა და საინტერესო თქვენი მოსმენა, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობდა სტუდიაში. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვერძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ხვამდი.